კითხა მას ერთმა მთავართაგანმა. კეთილო მოძღვარო, რა ვქნა რომ საუკუნო სიცოცხლე დავემკვიდრო? ხოლო იესომ უთხრა მას. რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არ არის კეთილი გარდა ერთი ღვთისა. იცი მცნებანი, არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო სრულმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას. მან თქვა. ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი. ეს რომ მოისმინა იესომ უთხრა. ერთი ღა გაკლია, რაც გაქვს ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი. ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, ვინაიდან მდიდარი იყო ძალიან. იესომ შეხედა მას და თქვა. რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში. ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის პუნჩში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. მსმენელებმა თქვეს. ვიღას შეუძლია გადარჩენა. მან თქვა. კაცთათვის შეუძლებელი, ღვთისთვის შესაძლებელი. პეტრემ უთხრა მას. აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოყევით შენ. იესომ კი უთხრა მათ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არავინ არის რომ ღვთის სასუფეველის გულისათვის დატოვოს სახლი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში საუკუნო სიცოცხლე. წაიყვანა თავისი 12 მოწაფე და უთხრა მათ. აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე. ვინაიდან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება. ისინი კი ამით ვერაფერს მიხვდნენ, ვინაიდან ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ გაიგეს ნათქვამი. იერიხონს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა. გამვლელი ხალხის ხმა გაიგო და იკითხა. რა ამბავია? უთხრეს. იესო ნაზარეველი მოდის. მაშინ მან დაიყვირა. იესო დავითის ძეო, შემიწყალე! წინ მიმავალნი გაუწნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა. დავითის ძეო, შემიწყალე! შეჩერდა იესო და ბრძანა. მასთან მოეყვანა. როცა იგი მიუახლოვდა, კითხა. რა გინდა რომ გაგიკეთო? უთხრა. უფალო რომ თვალი ამეხილოს. ხოლო იესომ უთხრა. ახილა, შენ მარწმენამ გიხსნა შენ. და იმ წამსვე აიხილა. მიჰყვებოდა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.